მოსწავლეების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა გაგაცნოთ პოლიპარიმარ ელენე ხოჭტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. გადმოყვანის დღიდან დღევანდელ დღემდე ელენეს ჩაუტარდა არაერთი როგორც რადიოლოგიური, ასევე ლაბორატორიული კვლევა, მათ შორის ნაწილი საზღვარგარეთ გაიგზავნა, ასევე ჩატარდა არაერთი კონსულტაცია როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ მყოფ ექიმებთან, მისარგებლებ შემთხვევით და ჩვენს კოლეგებსაც ძალიან დიდ მადლობას ვეთქვი აი ამ თანამშრომლობისთვის და ამ პერიოდის მანძილზე მიღწეულ იქნა ტკივილის შემსუბუქება, სიმპტომური მართვა, რომელსაც ეწოდება ტკივილის მულტიმოდალური მართვა, ელენეს სტაციონარში ყოფნის პერიოდში და საბოლოო ჯამში კოლეგებთან ერთად შევჯერდით დიაგნოზზე, რომელთან დაკავშირებიდან ჩვენ ეჭვი ჰქონდა ელენეს ციხეში ყოფნის პერიოდში და დაიგეგმა შემდგომი მკურნალობა. ამავდროულად აღნიშნა, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ჩვენ ჰქონდა ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა როგორც პენიტენციურ სამსახურთან, ასევე კლინიკა ვივამედთან პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მოგესალმებით, როგორც მოგახსენათ, დიახ, ჩვენ დავადასტურეთ დიაგნოზი, რადგანაც იყო ეჭვი, ეს გახლავთ ანთებითი სპონდილოართრიტი. ამ ძალიან ბევრი კვლევის საფუძველზე გამოვრიცხეთ ამჟამად აქტიური ინფექციის არსებობა, კვლევებით ამოვწურეთ ყველა შესაძლო რისკის შესაძლებლობა და დავიყვანეთ ეს რისკები მინიმუმამდე, იმიტომ რომ საზოგადოებისთვის უნდა იყოს ცნობილი, რომ ეხლა ამ ეტაპზე დიაგნოზის ვერიფიცირების მერე, რომელიც აი ესე გამოიყურება ანთებითი სპონდილიტი, ანუ ხერხემლის ანთებითი დაავადება, რომლის დროსაც შერეული ფორმა, რომლის დროსაც ზიანდება არა მხოლოდ ხერხემალი, არამედ პერიფერიული სახსრები. ამ დაავადების საერთაშორისო რეკომენდაციის შესაბამისად, როგორც წინა შეხვედრაზე მოგახსენეთ, უნდა დაწყებულიყო ბიოლოგიური, ასე ქვია, ბიოლოგიური დაავადების მოდიფიცირების უნარის მქონე პრეპარატი. ჩვენ ამ პრეპარატებიდან შევარჩიეთ ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე შესაძლოდ უსაფრთხო იქნება ქალბატონი ელენესთვის. ჩვენ ამ პრეპარატს დავიწყებთ, უკვე მოწოდებული იქნა ძალიან ესეთი ოპტიმალურ დროში და დავიწყებთ ხვალ. მისი გამოყენების მიხედვით და საჭიროების მიხედვით ინტენსიური იქნება ეს პროცესი ერთი თვის განმავლობაში, ამიტომ ქალბატონი ელენე პაციენტი დარჩება სტაციონარში, ვივამედში. ერთი თვის მერე, თუ კი ეს პრეპარატზე არ განვითარდა გვერდითი მოვლენები ან გართულებები, მერე უკვე პრეპარატის გამოყენებისთვის თვეში ერთხელ პაციენტი დაბრუნდება სტაციონარში, გაკეთდება ინექცია და დაბრუნდება მერე ისევ სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში.